რატომ ვაკეთებ მაინდა-მაინც ბიტკოინზე ხოლმე აქცენტს, იმიტომ რომ ადრეც გითხარით, ბიტკოინი განსაზღვრავს სხვა ტოკენების მიმართულებებს, მხოლოდ და მხოლოდ ბიტკოინი. საითაც მიდის ბიტკოინი, იქით მიყვება ბაზარი. გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიღაც ტოკენზე გამოჩნდა რაღაც ისეთი ამაფეთქებელი და ვიღაცამ რაღაცის გამოჩადო იქ ფული, როგორც XRP-ზე რო გითხარით, აი დაახლოებით ეგეთი. იმიტომ რომ დიდ მომავალს უწინასწარ მეტყველე ვერ მეთქი სხვადასხვა მიზეზის გამო, ეგ წინა ფირებში მაქვს ახსნილი. დღეს იყო ესეთი კიბე ასულად ჩასულა, ესე თითო საფეხური გაიარა ბიტკოინმა. საღამო ხანს ახლა იმატებს ვოლუმი, ანუ მოცულობა და იზრდება ფასი. წეღან 1 საათის წინ, 2 საათის წინ ქვემოთ წავიდა. სავარაუდოდ ისევ ისეთ ფორმაციაში დაბრუნდება, როგორც იყო, ვთქვათ, 10-12 დღის წინ, ანუ ძირითადი მოძრაობა დასახელებული მაქვს და იმ დიაპაზონში